მოგესალმებით, ეთერშია სტუმრად კაცი. როგორ ახალ კაცები? ეგარი გადასვლა. შეგორ ახალ. კაცო, არა მიშავს, ცოტა მოწყენილი. თოვლი ნელ-ნელა დნება. სეზონი ილევა. და სად ვისრიალო, უკვე თევზაობის სეზონი იწყება. ზუსტად მაგითომ ვარ მოწყენილი. შენ დაამოღამე ხო სრიალი კარგად? ნელ-ნელა. უკვე უფრო ნაკლებ და ნაკლებ რაღაცას ვიტეხავ. შარშან სახეზე გეტყობოდა რომ ჩამოდიოდი ხოლმე. ამ ორი ქონა დიდი. ისეთ ვიდეოზე ხარ თითქოს არც გისრიალი. შარშან ყველას ეგონა რომ გარუჯული ვიყავი, აშკარად პინგალები იყო. აი გიორგის სეზონიც მოდის ახლა. გიორგის რა სეზონი? სოკო. ჩვენ ხო ესე გვაქვს დაანწილებული. სრიალი, თევზაობა, ნადირობა, სოკო. ხილამურები გაქვს? მე მქონდა ხილამურები, კი. მოგპარეს თუ ხილამური ისეთი რაღაცაა რომ თუ გაქვს მქონდა რა. ბიჭო, რაღაც უცნაური ხილამურები მქონდა, ხის და ტალპა. არწმუნებული ხარო თხილამური იყო და არა პარკეტი. ან ღობე. ხილამურად მქონდა აღებ. არა, ბეგუნოკი რა, როგორ არის ქართულად? სარბენი. მორბენად. სარბენი თხილამური მქონდა. მამაჩემმა მიყიდა რა თმინდოდა სარბენი, ვის უნდა გაუქცეოდი სარბენი. საბურთალოზე. და ეს დამოუკიდებლობის დღე მაინც მოძრავი გვაქვს, ხან 9 აპრილია, ხან 26-ე. რაგბის თამაშებსო და ვამთხვიოთ რუსეთთან. ყველაზე ბედნიერი მაგ დღეს არის. თან სულ უგებთ. სულ 19 წელია უგებთ და 20 წელია დამოუკიდებლები ვარ. ხო, მაგრამ დიდ ზეიმს როგორც ყოველთვის მოსდევს დიდი განსაცდელი და არა განსაცდელია. კვირაში გერმანიის ნაკრები ჩამოდის ფეხბურთში. და გერმანია ფიქრობს, რომ ამ დღეს ხო არ დაამტყენ თავიანთი დამოუკიდებლობა. არა, იმაც უნდა დამოუკიდებლობის დღეა. რაც უნდა დაამთხვიო. რა მოიწეს, რომ დავნებდეთ? რატო კაცო? რამდენი უნდა გაგვასაზიზღროთ? იმიტომ რომ წინაზე რომ წინამდებობა გაუწიეთ, კარგად არ დამთავრდა ეგ ამბავი. არა, ვერასდროს ვერ გაგვასაზიზღრა. არა, მართლა ისე. ჩვენ ვეთამაშეთ 3-ჯერ. მოგვიგეს 2-0, 2-0 და 4-1. ბრაზილიას ანგარიში გაგვასაზიზღრეს, აი ეს სიტყვა როგორ გეს? ეგ ესმის როცა ბრაზილიას მოუგეს 7-1. 3 თამაში რაც გაგვიტანეს ჩვენ, ის უქნეს ბრაზილიას 1 თამაში ბრაზილიაში. ბრაზილია გაუსაზიზღრებდა და ჩვენ გვინდობენ. არა. მერკელი მაინც კარგი ხალხია. მე მგონია რომ მოვიგებთ. მე და ერთ ფეხბურთელს ვიცნობ. მარტო მე ვარ გეგონოთ გიჟი. არა, ეხა წელს ისეთი ის არის. წელს მე მგონი უნდა მოვიგოთ. გვიწევს. რა იცი? შავი მთვარე არის მაგათი ნაკრების სახლში. შესული. ეს და გადმოყვა ხო? ვკითხე იქ. წინა წლის გადაცემა. ვარსკვლავები ესე. მოდი დავდოთ საქართველოზე. მოდი შენ დადე. ჯანელას ხელფასი. და იმ ერთი ფეხბურთელის ხო? და ის ერთი ფეხბურთელი. ფეხბურთელი ნახევარი მოგვივა. არ არიან ფორმაში გერმანელები. ხო. ხო, აბა. ეხა ჩვენ სავით ფორმაში ვერ არიან. ისე რა საინტერესოა, მთელი სერიოზულ შემადგენლობას ჩამოიყვანენ თუ ისე არასერიოზულს? არა, მოგებაჭირდებათ და არა სერიოზული შემადგენლობა. გერმანიას მე მგონი არც აყავს. კი, გაცინებული გერმანელი ფეხბურთელი გინახავს. ყველა არის გამწარებული, რომ ამ გაამწარათ მართლა რა. ესე ზრდიან. ხო, ნუ ამ თემაზე და საერთოდ ფეხბურთის თემაზე ხა ჩვენ შორის კი არის გიორგი ყველაზე კომპეტენტური და იკო. მოკლედ იქითა ფლანგი, მაგრამ მაინც ჯობია რომ ცოტა უფრო კომპეტენტურ ადამიანსაც დავეკითხოთ ეს. გერმანია, საქართველო, აი ესე ვარ. და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია რეზი აბერაც. მოგძანდით. გამარჯობა. დაგვიწევდა ბუთი დაგვიწევდა. ბუთი დაპატარავდა. რაზე დაგიძახე? ვიცი დაახლოები და წყალი იმიტომ მოვსვი თავიდანვე. გადაწყვეტილი გვაქვს. შემივცეთ ხოლმე. ჯანელიძის ხელფასი დავდოთ საქართველოზე.
ეთქობა არა. შენთან გვიდა გადავასხვია. ეთქობა არა, კაი. არ ვარ ისეთი ხელფასი აქვს, რომ ერთ-ერთი არ ადარდება. დაბეგურის რა რეჟიმია თქვენ ხელფასი? რა არის იმ კუშით ვცდილობთ რომ კურსი გავასწოროთ. ქუშით. ჩვენ ნაკრებს აქვს ერთი დიდი უპირატესობა. რა? მოწინააღმდეგის მწვრთნელი ვერაცოს ვერ გამოიცნობს ჩვენ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან რომელი ჩავა და რომელი არა. ამიტომ წინასა ვერ დაგეგმა რა. მაგრამ მეორე მინუსი აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩამო. როგორ არა აქვს. ხო უნდა დაავალოს იმას 6 ნომერს ეთამაშა ესე, მაგრამ 6 ნომერი სად არის? არა. 6 ნომერი სად არის? იმ მომენტში 6 რო ვინ იქნება? ადრე იყო ხოლმე ეგრე რა. 6 ნომერი იყო, აუცილებლად. ჩვენ დროს ესე უნდა თქვა, ჩვენ დროს. ჩემზე ადრე გითხრა. შენ დროს დათო. ზოგიერთ ქვეყანაში შემორჩენილი 6 ნომერი არის, ესე იგი რაღაც პოზიცია, ერთი კონკრეტული რა, 9 ნომერი. 9 ნომერს არ შეუძლია რომ სხვაგან წავიდეს. 9 ნომერი დიდი ტრუსიკით. ნუ ტროლეიბუსები ვით რა, 9 10-ის არის. აი ეს ხო. მაგარი ამბავი, მაგარი ამის მოგიყვებით ახლა რა. გერმანიაში ვთამაშობთ, ერთ გუნდში ვთამაშობთ მე ნემსა და ნიკუშა ჩხეიძე რა. უეც სიტუაცია ესეთი, ერთი კაი ბიჭი არის სენეგალელი, დამ დიუფი არის გვარად. მაგარი წინადადება, სენეგალელი კარგი ბიჭი. დამ დიუფმა ჰალო, მეტი არაფერი არის. აი ბაბში არაფერი. დაჟე დამდიუფი როა იცის არის. ყავს ერთი ველოსიპედი, არა აქვს არც პრავა, არც არაფერი, ცხოვრობს ახლოს ბაზასთანაც და სტადიონთანაც, რა. წავა ამ ველოსიპედით წითელ გზაზე. დინ რაღაცები რო აქვს ხოლმე. ალონოკებს რო კონდეთ ხო, პატარა სიგნალი და რა. ეხლა რა ხდება რა? უცხოეთში როგორი წესია, რომ თუ გაქვს მართვის მოწმობა, ვისაც გინდა მანქანა, ვის მანქანაზეც გინდა დაჯექი, რა მთავარია რომ იმ მანქანის საბუთი დაფიქსირდეს რომ მანქანა პარავია და შენ მართვის მოწმობით იარო ამ მანქანაზე. და ეს იყო ხოლმე ჩვენთვის ახლა როგორი რამე იცი რომ არღოები ხშირად ხდება ხო ქართველებზე მეც ვინ არღოებს ახლა იქ რა. და მე ვათხოვე მანქანა ვიღაცას და ეს დაჩემებული მქონდა რა ვიღაც არგენტინელი ჩამოიყვანეს გასასინჯად იმას შეტანეთ რა. ბრაზილიელი შეყო მე არა და ეს ის და ხო მოკლედ შუა ვარჯიშია და ეგეთი რამე არ არსებობს გაიღო ეს ისა რა ქვია რაზივალკებისგან ეს გამოსასვლელი კარები და შემოდის წვანე ფორმაში ჩაცმული ორი პოლიციელი. რა შეიძლება ხარ რომ ეჭვიც არ მეგარება რომ ჩვენთან არიან რომელი აი ერთი წუთით არ გამჩნევია რომ მეუერთეს თამაშია და რაღაცა უსაფრთხოების ამბავი ან გზების გადაკეტვის ან რაღაცა ერთი წამით არ მეგარება ეჭვი რომ ერთადერთი კითხვა ჩვენ სამიდან რომელს მოაკეთე დაახლოებით ვიცი რომ მანქანაზე არის ლაპარაკი რომ სიჩქარის გადაჭარბება გერმანული ცით რომელიმე კი Geschwindigkeit Begrenzung ქვია სიჩქარის გადაჭარბება. ამ ხელა წიან დადება წარმოიდგინეთ. და მაგას რო დაარღო. მაგას დამი. ხო და ეს დამი ეგეთი სახელი თუ ქვია. Geschwindigkeit Begrenzung ქვია სიჩქარის გადაჭარბებას. და თან იწერება BZET ესე რა შემოკლებით ამ მაგას რადაცაც და რომ გამოვიდა ჩვენ მეორე ვინი კლაინი ყავდა ესეთი მეორე მწვრთნელი რა. უჯრა კაცი იყო შეჭი. ყვა ქონდა საბუთებს ინახავდა ხოლმე და დაუძახეს ამ ვინის, ვინი მეგრევე მოდით ვაკო. ეს დამი გამოყვა. ვინ ეკითხებოდა? ლაპარაკი არის. აგაინა მაგანა გიძი. ჯიგარი ყოფილა რა. ჯიგარი, ვაში არც ერთი სიტყვა გერმანული არ იცის, თავისი ფრანგული იცის ერთი და შო მეტი აფჩი აი ჰალო იცის და მოვიდა ხა ზემოდან უყურებს ამას გაძრობილი აქვს იმისი რა ქვია კამერის ჩანაცვლება რადარის გადაღებული სურათი და სიჩქარე მითითებული 36 კმ/სთ-ით მეტი არის 3 კმ/სთ რო გადააცილებ ჯარიმა 6 კმ/სთ 2 კვირა 10 კმ-ზე ციხე 36 კმ-ზე დახრეტა კონტროლი და ერთი მაგარი ამბავია რა 36-ზე ერთი მაგარი ამბავია ოჯახიანად გხრიდა რო არ გამძავოთ რო არავინ აღარ დაარღვია. შენ ჯიში და ჯილაში რო არავინ აღარ დაარღვია. დამკუტრები ქალაქზე ეხარო ეს დამი რა ეს ზემოდან ესე უყურდა. ერთი კაი ამბავია რომ ამ სურათზე კარგად მკაფიოთ არ ჩანს მძღოლის სახე რა. მაგრამ სამაგიეროდ რა ჩანს იცი რომ აქ რომ მძღოლი ზის და აქ რომ მეორე კაცი ზის აი აქედან აქ თავი გამოყოფილი და გველაპარაკება ნიკუშას და რომელიც ჩამოსულია სტუმრად ჩვენთან რა და ჩვენ მივიდეთ ფრანკფურტში რომ
ვიღაცას დავხვდეთ ჩვენ სტუმარს რა. ხო და ეს ვინ არისო? და მე ვიძახი რომ ალვაროა მეთქი. ალვარო ვინ არის? მისი ძახის თქვენ ეგეთ ფუტბოლისტი არ აყავთ. ვინი ალვარო ხო იცი მეთქი რა? არგენტინელი ეხლა რომ სინჯავდით ერთი კვირა მეთქი. მანქანა მთხოვა მეთქი რა რომ რაღაცა და არ ვიცი მეთქი ხარ რა მეთქი. ეს დამიტო. ნიკას შვესტა იცი. ესო ნიკას დაარაგი რა გოგოზე. როდის ისწავლე ორი სიტყვა. ესეთი რამე მე ვთქვა არ ცხენია რა შვესტა მე საერთოდ არ აყავს შვესტა. მოკლედ ეგ იყო 96 წელი და 2002-ში დაუბრუნეს პრავა იმას. ასად აღარ შეიძლება და მაგის სიმით მანქანის სიარული და ესეთი ამბავი იყო. ხო და ხო გადავიტანე თამაშიდან ხო გადავედი სხვა თემაზე თამაში. ხო, მაგრამ თამაშს რო მაინც უტრიალოთ რა მზადება. უტრიალება იყო. მომზად ან მეუძახი რა კაცმა რა მოიგო. მე ვიძახი რაც მაინტერესებს. ხო კარგად ვითამაშეთ პირველად. აი მართლა კარგად ხო ვითამაშეთ. მაგარი გუნდი ყავდათ ევროპის ჩემპიონები, ჩამოვედით. პირველად როდის? 94-მა რო გავიტანა. მე მეგონა პირველი მერცხალი როა მეორედა. გუგებდით პირველ დაებს მეორედ. არა უშავს. მესამეთაც სხვათა შორის. ხო და ერთხელ გავარდეს რა. ჯანი. კაი, ეხლა კაი ამბებზე გადავიდეთ. სტადიონი რემონტდება 1, 2, 3, 4, 5, ხო? ხო. 5 სტადიონი რემონტდება. მე-4, მე-5 რომლებია? ცხეთა რუსთავი. ჯერ რემონტდება თბილისის დინამოს ბათუმი არენა. შენდება სხვა შორის მაგარი სტადიონი. ქალაქი ბათუმი თუ სტადიონი? სტადიონი ბათუმი. ესე იგი, ეს სტადიონი ჯერ თბილისის დინამოს სტადიონი პირველ რიგში ეგ იმიტომ რომ სუპერთასი წელს არის და სუპერთასისთვის ცალკე დიდი ამბავი იყო. დიდი ამბავია. ეგ იმაზე იქნება დინამოზე იანად იქნება. არემონტებს. ხო იყო რაღაცა ლოკომოტივი. ავეჯის მაღაზიებსა? ისავე შეაქშიგნით. ყველაფერს ვარემონტებთ, რაც კი სტადიონი. ერთმანეთს კათხასაც. ტაბლო იქნება რაო, ოვალურიო? ტაბლო იქნება ესეთი ოდნავ ესეთი რა, აი როგორ იცი? თანამედროვე ტელევიზორები რო არის. ჩაღრმავებული? არა, პირიქით. აი ამოღრმავებული? აი ხო, იქიდან ჩაღრმავებული, აქედან ამოღრმავებული. ესეთი იქნება. აი თლათ ოვალური არ იქნება, აი ცოტა პატარა. ჩამოტანის დროს დაზიანდა? არა, ეგეთია, ეხლა სხვა. ეგეთი გინდოდათ თუ ეგეთი გამოვიდა. ეგეთი შეუკვეთეთ, უფრო კაი საყურებელია, ასე ამბობენ რა. ტაბლოს მაინც უყუროთ? არა, ეს ამ ერთ კონკრეტულ თამაშზე ეხლა ნუ გადაირევით. სხვა გუნდებიც არის. ტაბლო იქნება 2, ერთი იქნება რაღაც სპეცდანიშნულების, მეორე იქნება აი თავის მთელი ნავაროტკევით რა, ეხლა ყველა საუკეთესო რაც არის, გამოიცვლება სკამები, იქნება ამ სკამებს თავისი ის ექნება დიზაინი, პულტებს დაგვირიგებენ. იქნება პულტები მაგარია, თამაშს რო გააჩერებთ და ელექტრონული ბილეთებისთვის სპეციალური შესასვლელები, მოკლედ იმისი რა ქვია, უსაფრთხოების კუთხითაც გამოდენიმე იქნება მეტალოდეტექტორები. არა, მეტალოდეტექტორები არ იქნება, მე მგონი ის იქნება რაღაცა სპეციალური გასაჭრეკი ერთი ზონა იქნება, სადაც ეხა ბრაზილიაში სხვა შორის იყო ეგ რა. მაგრად ჭხრიკავდა, ტანკ შეიყვანდი მოკლედ, თუ დაგჭირდა. ხო, არა, ნუ ტანკს ისედაც შეიყვანდი, ვინდა გაგაჩეროს. ეგ როგორი ჩემპიონატი. ურძერო ტანკი თქვა. ეგ როგორი ჩემპიონატი იყო, იცი, აი როგორც უნდა ყოფილიყო ბრაზილიაში. ხა ბრაზილიაში ხო არ იქნებოდა ხა ნორვეგიასავით აწყობილი ჩემპიონატი. იყო ხა რაღაც დააგვიანებდი ხან იქ რაღაცას იზავდი, მაგრამ საჯიმოვა და დავიწყებ ხოლმე. სამაგერო თუხთუხი იყო მაგარი რა. სუპერთასი რო იქნება ევროპის აგვისტოს ბოლოს თუ სექტემბრის დასაწყისში, როდის უნდა აგვისტოს შუაში. აგვისტოს. მე რას მეყურე ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეზე საქმე. ხო და არა, რა მაინტერესებს? გასულ გუნდებს ჩამოყვებათ თავიანთი გულშემატკივრები. ჩვენთვის ბილეთები დარჩება? კი. რამდენი? არ ვიცი, მე მგონი ძირითადი ნაწილი მაინც ქართულ გულშემატკივარზე არის გათვლილი. ონლაინ გაყიდვები იქნება. ეს ონლაინ გაყიდვება დაიწყება ივნისის შუა რიცხვებში. ხო? ნ. მაგას რა აგლესი და ისეთ ფას დავადებთ, რომ იქნება ბილეთები. არა, ეგ რა სტანდარტია, ხო? სტანდარტი. ფასი? არა, ფასი არის გენიალური. აი მეტი უკეთესი ეს უკვე სრულიად სერიოზულად ვიძახი ამას. ესეთი დიდი საჩუქარი მე მგონი არ არსებობს. 7 ევროდან იწყება, 7 ევროდან და ძირითადი ბილეთები, ეგეთი კატეგორიის ბილეთები ყველა სტადიონზე, სადაც სუპერთასი ჩატარებულა, იწყება 35 ევროდან. ამის მერე სუპერთასი არის ნორვეგიაში.
ხა წარმოიდგინე აუ ნორვეგიაში გაეღირება წარმოიდგინე. ფულიცაც, სამინდითაც იქ სტადიონი უკვე აშენებული აქვს. ჩვენ ხო ეხა ვაშენებ და იმან ჩვენ ვარემონტებთ. მე ნორვეგიაში ვიყავი სხვათა შორის. ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური რამე გადამხდა თავზე. გადამხდა რა, ნუ აი ცოცხლად მოვისმინე ისეთი ისტორია, ისეთი კაცისგან, ჩვენ საერთოდ დავიშოკე რა, ფეხბურთის თამაშის დროს ვარ ნამყოფ, მაგრამ ეხლა დასათვალიერებლად ვიყავი ცოტა მეტი დრო მქონდა და არის ესეთი კაცი მოკლედ, რომელიც არის ნობელის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ნამუშევარი, რაღაც ნორვეგიელი კაცი არის, მაღალი, სიმპათичный კაცი არის, 75 წლის. კაი კაცი ამასაც ხო. კაი კაცი. კაი კაცი არის. აი წარმოიდგინეთ თუ ეგეთი რა. ვაძლევთო ნობელის პრემიასო არაფატსო. ისხაკ რაბინსო და შიმონ პერესო. რა დაახლოებით ეს ერთი ამ ძაღლს და კატას რომელიც გაზა სექტორის დარეგულირების ამბავში თუ როგორც არის რა. მოკლედ მე დამევალაო რომ იასირ არაფატი უნდა მოვიყვანო ნობელის ინსტიტუტშიო ცერემონიისთვის. რა მე ვარო მაგათი არაფატავოზი. სასტუმროში რომ მივედიო, ქვემოდან დავრეკეო და უთხრიო რომ მე მოვედიო და თუ შეიძლება კი ბატონო მითხრეს რომ მიპასუხისო მე ბრძანდითო და ეხლა უნდა დავწკრივდეთ და წამოვიყვანოთ. შევედიო ესეთი დიდი ოთახი ქონდაო ძალიან რა ერთი ესეთი შესასვლელი ქონდაო ლუქსი და აქეთკენ ცოლმა მითხრა მოშენების ხარჯზე ცოლმა მითხრა ეხლაო 1-15 წუთიო ვარიანტი არ არსებობსო რომ ეგ მაქედან გამოვიდესო რა თავისი ოთახიდან არც ეგო და არც ის ამალაო ვინც მაგასთან ერთად იქ არის ნუ ეხლა რა შეიძლებაო პირველი რომ მეფიქრაო რომ ან ლოცვა არისო ან რაღაცა რიტუალი არისო ან რაღაცა თან თელნობელის ინსტიტუტი გველოდებოდა ესე კი არ არის საქმე არაფათ მოდის და რაღაცა და თუ გინდაო შენ შეიხედეო მე ვიცნობდიო რა მაგათო რა შენახვედრი ვიყავიო რაღაცა და შევაღეო ესე კარებიო უფლება მომცაო ცოლმა რუბა თუ რაღაც სახელი შევაღეო ესე კარებიო და მინდა ვნახო მართლა სერიოზულად მაინტერესებსო და ეს კაცი არის აი როგორი კაცია 75 წლის თითი არა აქ ერთი ესე რაღაცებს ესეთი ინტელიგენტი რაღაცები ყვება თან იცინის რა ინგლისურად და მგონიაო ეხლა რომ რაღაცას აბა რა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ნუ აქედან ვიღაცა რაღაცა აი თქვითო პროსტა ტომ ენ ჯერის უყურებენო სულ ყველა არ არცებობს ყოველ დღე 11-12 საათამდე ტომ ენ ჯერის არ უყუროს წარმოიდგინე მაგარი ომი იქ რაღაცა პალესტინა გადმოვიდა შეტევას ერთი წუთი ეხავე მოვა ტომი ენ ჯერი ერთი თუ ის სერია ჩართე რა სახლებზე დიდები რო არიან მე უთხარი არა მე მახსოვს ექსერია გევა გადიდდებიან სახლებზე დიდები ხო დედამიწაზე რა დგან რა არის რომ მულტფილმების ყურება რა ვინც მულტფილმების არ უყურებს ვინც ზღაპრებს არ კითხულობ და ვისაც სკოლაში არ უვლია ვერ აიღებს ნობელის პრემიას იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევანი ეგ სახალხო მთელი ერი ვირჩევ თუ როგორ არის ვიწროს ვეიკრივებ მოსაწვევებით არის მე რითი შემიძლია როგორ ჩიდაგიდგეთ ეს მაინტერესებს ანით შენ დარც მიაწეკი მე თავს ვაწვევო კარგი აი ეს უკოდის არის ეგ არჩევნები წელს არ ნიშნავს ვადამდელია არა რა არ ნიშნავთ საერთოდ რაღაცა ის არის რა ქვია ხალხს გონია რომ რამე ხალხს გონია რომ არ ნიშნავთ თქვენ ნიშნავთ მაგრამ არ ამბობთ თარიღს ხო თარიღი არის დაახლოებით სუპერთასის შემდეგ 2015 წელს რა ძალიან სუპერთასი ჩამამთავრებინა ძალიან ბევრი დიდი გამოცნობა უნდა 11 აგვისტოს არის სუპერთასი 31 დეკემბერს თავდება 31 დეკემბრიდან უბრალოდ 11 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ნებისმიერ დროს შეიძლება დაგირეკო არაფერი რამდენია ორსულობის ნახევარი კვირა როგორი ერთეულით გავა 31 დეკემბერი რატოა აუცილებლად ახალ წელს ახალი ფედერაცია თუნდა შეხვდე ესე წესია წესდებით არის რომ 2015 წელს უნდა ჩატარდეს
საარჩევნო ყილობა. საერთოდ ყველა წელი შენ თუ არ იცი 31 დეკემბერს თავდება. 2015-ში ახლით თუ ის ორი კვირა წარია. ის იყო ფეხბურთელი. ის მინისტრი ერევა ფეხბურთის იმაში. ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი რამეს თუ თხო სახელმწიფოს დახმარების კუთხით დენი ჩაქრა სტადიონში. ანუ აი ეს სტადიონზე რომ შუქი გაიქიშა, ისეც რომ ეთამაშებოდნენ, ეხლა ეგ აღარ მოხდება. ან მოხდება თუ გაგვიჭირდა. რუსი უნდა ვთხოვოთ. კალათეს უნდა ვთხოვოთ, რომ გერმანიასთან რაღაც მომენტში ჩაქროს და უცებ იქავათ და გოლი. მაგ მეორე ვარიანტიც არის, შეიძლება ჩაქროს, შეიძლება ძალიან მიაჭყიტოს. აი მეკარეს რომ ესე რომ თამაშობენ გერმანელები. რეზი, შენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, რას პირდები მოსახლეობას? ესე იგი რაღაცები უნდა ვთქვა. პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ შენ? იაფი ბილეთი და ეგეთ რაღაცები უნდა ვთქვა. იაფი ბილეთი არის. რა ვსპირდები? ჩვენ უნდა დავპირდეთ ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, რაც შეიძლება უკეთესი შედეგები. მაგაზე მეტი დასაპირებელი არ არსებობს ფეხბურთში. ანუ კრედიტებს ესენიც არის. ის იპოთეკაზე არის. აი მან დავარო, გადავავა. ეგ მოტკივა თორემ გერმანია რომ მოგვიდოს ყველამიც. და გერმანია სხვა შორის რო ეთამაშეთ პირველად. მაშინ ბატონი ედუარდი იყო პრეზიდენტი და იგი რა სავანტყოფოების გარდა თბილისში ყველაფერი გამორთეს რომ სტადიონზე შუქი არ ჩამქრალიყო რა. ამხელა პატივისცე. ამხელა პროგრესია, ხედავთ ეს? ყველა იქ იყო ავადმყოფების გარდა. ჯიხარი ხარ 100,000 კაცი იყო. 100,000 ქართველი ხმობა საქმეა. და ისინი რამდენი იყვნენ? 11. მაშია ჩუქი. მათემატიკის დედავატირე. მოკლედ პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მეორე რიგში წადიეხა კიდე. მეორე რიგში დარჩი სხვათა. დარჩი ჩვენ. მეორე რიგში წარმატებებს გისურვებთ სუპერ თამაშის ჯერ გერმანიასთან და მე ჩასატარებლად. მაინც მომზადებული ყავი სუპერ თამაში და. არა სუპერ არა სუპერ თამაში გერმანიასთან რა შენგენაც. მან დაგდებული არის ახლა მე რო ვიცი ეს სხვა შემთხვევაში რა სიტყვა და სუპერ თამაშის მაგია. ცოტა მომზადებული და ბოლოს რა თავარია წარმატებას გისურვებ არჩევნებთან დაკავშირებით იმ პერიოდში რო არ ვიცი როდის მათქმევინე. და პირად ცხოვრებაში. მეც მათქმევინე 2-20 სიტყვა. აჰა. აბა იმის ხუმრობების და არ გაჩერებულა. ვინაც მოვიდა. რა ვქნა რისთვის დამიძახე? მაგარი გადაცემაა, ძალიან მიყვარხართ, ძალიან პატივს გცემთ და თიკად ღვინო. და იუმორი არის გენიალური რამე არის. იმიტომ რომ იმიტომ არის ყველაფერი მოჟამული და ყველაფერი რაღაც მკრთალი ჩაბნელებული, რომ ნაკლები, ამიტომ თან მაღალი დონის იუმორი 4-ვე მაგარი ეს ანუ ისეთი რამე 4-ვე მეორე ვიცი მე არ ველაძების ოჯახი 4 მამაშენზეც გამიგია პელეა ცალკე კატეგორია მამაჩემი ცალკე კატეგორია სხვა ლიგა მამაჩემი ვიში ლიგა არის ეს არის რა ქვია აი 91 წლის ეს ასეთი ნათქვამები ორ ვარსკვლავში ისწავლე თუ გუში რო ვიყავი მაგას იძახდი როდის გადის ფეგანაცემა ორ ვარსკვლავში ძალიან სხვათა შორის ძალიან ვინერვიული რა ესეთი ძნელი თუ იყო ის რა ქვია შემფასებლობა არ თუ ვიცი მე ეს მასალებლების ახლა გავიგე რა ჩემს ვაკაცს ჰქონდა გამოცდა რა უფროსი მეგობარი მყავს ერთი დაპატიჟეთ მე გეტყვით მაგის სახელს და გვარს აი ის იმასაც გენიალური იუმორი აქვს და თავის ახლობელთან ჰქონდა გამოცდა რა და იმ მატრიკული მომეციო უთხრა და რა ნიშანს უწევს რა შვებით სახში როგორ ახლა რავი ნიჩიო ესე მამაშენ როგორ არის კარგად არისო კიო კარგად არისო მოუხაზა ხე ეს ნიშანი დახურეს მატრიკული გაუცურა ესე რა და მე რაღაცა ბებიაშენი ვერ იყო კარგად თუ ნიჩიო არა უშავს ამავთ და ამან ეს გაცურებულ მატრიკულს ჩახედა 4-იანი უწე კი მაგრამ რამეზე ვერ გიპასუხე რატომ მიწევ ამას მაშინ რაღაც მეკითხე რამეზე ვერ გიპასუხე რა მოკლედ წავედით მეგობი ხამე რა დავა ის მოგამ რა ძალიან კაია თქვენთან კაი ლამაზი ისა გაქვთ სერვისი აქ ისე რა ქვია ჩაის სერვისია და წყალიასხია
წყალის სერვისი. იმას არ მიეკარო საერთოდ ირჩევ. ეს ნატურაა თუ რა არის? რას მოდის ეშმული შეცე რაღაცა. ეს არის თუ გაგაფართხალა მტრისას. ამ ნატურის დირექტორი მე ვარ. იმ ტაბლოს რო ჩამოხსნით მოგვეცით რა ძველი. ძველს მოგცემთ კი ბატონო. მაინც არაფერში გჭირდებათ. კი, ძველს მოგცემთ თუ არ არის უკვე. რა თქინდა? უკვე მე გადაცემამ თუ არ წაიღო. იმ სტადიონს აშენებენ იმას кайფაზად გავხი. აი დედა. მოკლედ დიდი მადლობა დღეს ჩვენი სტუმარი იყო რეზიაროვაც.